მოგესალმებით. ეს ახლა გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ რუსულ კადილაკს. კადილაკს არა. ხო, რა ესე ეძახიან, ანუ ყველაზე ლამაზ საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულ ყველაზე ლამაზ ავტომობილს გასცანეთ ჩაიგას. თუ გინდა შეგედავით. პრობლემაა. მოგესალმებით. ხო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ მაყურებლებს იმისთვის, რომ დონაცია გააკეთეს, იმიტომ რომ ეს ავტომობილი დონაციით არის შეძენილი. კი ბატონო. ჩაიკას არ ჩაწერა, არ შეიძლება. დიდი ხანი აღარ შევხედივართ. ნამდვილად ეგრეა. ამაში დარჩა ის მეორე ნაწილი. იყოს არავში. არ არის პრობლემა. ეს არის white box-ის წარმოების 1.24 მასშტაბის საკოლექციო მოდელი, რომელიც ძალიან მაგარია. დეტალიზაცია. გემახსოვრება ჯიგულის 01-ის ვიდეო. ხო. ისიც white box-ის არის. თუ გინდა იყოს, იმიტომ რომ მაგას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი არ იღებს. ხო, ნუ. ხო, white box-ი და HT ერთ ყალიბს ხმარობენ. ეს კითხვა დაისვა ჩვენთან ჯგუფში და აქვე უპასუხებ ვინმეს თუ დაინტერესებს. white box-ი და HT ერთ ყალიბს ხმარობენ. ესეთი კითხვა დაისვა, რომ white box-ი ჯობია თუ HT ერთი და იგივეა რა. ზოგი ანუ ერთი ბრენდია. ხო რა, როგორც გურაჯოდა მაისტრო. ოღონდ სხვადასხვა სახე. ხო და ამაზე კიდე რა შეიძლება ითქვას, რომ 1.24 მასშტაბში ამაზე მაგარი დეტალიზაციით ესეთ ავტომობილს ვერ იტყვის. ხო, რაც მთავარი არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ერთი რაღაცა მინდა კიდე რომ თქვა. სულ რო კომენტარები იწერება, რომ BMW დადეო რა. ხო. აი, ჩემი აზრით, ბოლო BMW რაც დაიდო. ხო. დაიდო BMW-ები საკოლექციო მოდელებში საუკეთესო BMW, ანუ მაღაზენ მაგარს ვერ ნახავ. პროსტა ფიზიკურად ვერ ნახავ. რავი, ძალიან ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ ფაქტიურად ნახვები არ დაქვს. ანუ ჯიგულს უფრო მეტი ნახვა, კი არ ვაკნინებ ჯიგულს, მაგრამ ჯიგულს უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე M3 GT-ს, რომელიც Need for Speed-დან არის სპეციალური. და თან ლიმიტირებული 999 ცალიდან 492-ა და ვინც არიცით ხო ესეთი მანქანების გადაღება ჯერ ერთი დიდ ფინანსებთანა დაკავშირებული და მეორეს ანიშოვი ან ვერა რა და უნდა ჩამოვიდეს, უნდა ელოდო, ან მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევს იმისთვის, რომ ეგეთი მოდელი გადაიღო. კი ბატონო. და რა ვიცი, ანუ რა ვთქვა, ზოგი ერთები უკაცრავად ჩავერთვები რა მაგ ჩვენს დისკუსიაში და ზოგი ერთები რომ ფიქრობენ რომ სათამაშო არის. ხო, არა, მაგაზე და ვიდეოს გადაღება მაგარი იაფიჯდება. ხო, ვერა. იაფი არ ჯდება რა, დამიჯერეთ. ფას ვერ დავასახელებ, მაგრამ ხო, აი კონკრეტულად იმ BMW შევეშოთ, ამაზე ვილაპარაკოთ, აგე რა. 150 ლარი ხისა ეს მანქანა. ანუ რა გამოდის, რომ ჩვენ ერთი ვიდეო გვიჯდება 150 ლარი. სიტუმეტეს რომ სპონსორი ჩვენ არ აკვავს. და ფაქტიურად დამოკიდებულები ვართ ან დონაციაზე, ან ჩემხებაზე. ხო რა. ხო, ეგრე არის. საკმაოდ რთული არის გადაღება და თან თუ გადაიღებ საინტერესო მანქანა უნდა გადაიღო რა, ისევე ვერ გადაიღებ. ხო რა არის, იცით უბრალოდ წუწუნში არ ჩამოგვართვათ რა და აი ჩვენც ხო წოდონი ვართ, არა ხალხი ვართ, ხო? არა, ანუ თან ყველაზე ცუდი რა არის, იცით აი ახლა როდის გუშინ ვამოწმებდით, ხო? რას? აი ვიდეოების ყურების ხანგრძლივობა. წუთ ნახევარი. ხო, ანუ თუ არ გაინტერესებთ, ხო კომენტარებში გითხარით, რომ აი არ გაინტერესებთ და ნუ გაიღებ რა. და ჩვენც აღარ ვიწოლებთ, ხო? არა, ჩვენთვის გავაგზავნებთ კოლექციას. როგორი რაღაცა იცით, რომ ზოგი მანქანა შეიძლება ვერც ჩაიგდო ხელში. ხო. არ დავასახელებ მანქანებს. აი მაგ BMW-ზე რამდენი ხანი ოცნებობდი? ოცნებობდი არა, რომ დავინახე ზოგადად. ხო, ქონოდა.
2 წლის წინ აღმოვაჩინე რომ არსებობს. რო არსებობს. მაგრამ არ და მიფიქრე. 2 წელია მაგაზე ფიქრობდი რომ ეგება და რაღაცნაირად ხნება და დავიწყე. არხი რო გაიჩნდა. ხო. არხი რო დავიწყე. თქვი რომ თუ ჩამივარდება ხელში და გადავიღებ მაგარი იქნება. კი. და ჩამივარდა. ხო. თან საკუთარ. და თან არც დავფიქრებული ვარ. ხო გახსოვს. კი. ეგ არ გადაგვიგია, მაგრამ ამან იცის როცა იშვიათ მანქანას ვიპოვი, ან უეჭველი რო გადასაღებია, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეგ მანქანა ჩემ ხელში ჩავარდეს და გადავიდე. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ რავი, შვილო, კოლექციონერობაც ეგ არის. მან მარტო გადაღებაზე არ არის თემა რა. ჩვენ ხო ავირჩიეთ კონკრეტული მიმართულება კოლექციის ყველაზე რთული. ხო, ყველაზე რთული თან რამ ხრივ რომ შაბლონურად არაერთხელ ვთქვი, შაბლონურად ყველა მანქანას არ ვაგროვებთ ჩვენ. ვაგროვებთ გამორჩეულ მანქანებს, რომლებსაც აქვს ისტორია. ხო, აი თუ გინდათ ცოტა გადაუხვიეთ ჩაიგის ამბავს, მაგრამ თუ გინდათ ეგ კიდევ ერთხელ მოდის მოგიხდით. თუ გინდა ეგ BMW ავიღოთ რა. M3-ის CSL-ი ჩვენ გადაღებული ყავს E56, რომელიც M3-ის ისტორია მოვყევით. კი. ზოგადად. კი. მაგრამ M3 GT-ი Need for Speed-დან, Most Wanted-დან ცალკე გადასაღები ვიდეო იყო. რა თქმა იმიტომ უნდა, რომ ვაფშე სხვა მანქანაა. სრულიად განსხვავებული და ავტომობილი. ვიდეოს ვინც ნახავთ, მიხვდებით, ორივე ვიდეო ნახეთ და მიხვდებით, რომ ვაფშე სხვადასხვა ვიდეოა. მანქანა ერთია, მაგრამ ის რო GT არის ვაფშე სხვადასხვა ვიდეოა რა. კი. კაი, მოკლედ შევეშოთ მაგ თემას დაუბრუნდეთ აგერ. ხო, რა ცოტა გავბრაზდით. მშვენიერი ავტომობილი გვიდგას წინ. ხო. კომუნისტების დროს ეს ავტომობილი ითვლებოდა უკვდავების ავტომობილად. რა ხდება? თან ორივე ერთად ეს გაიჭირა. ეს ცოტა ტექნიკური ხარვეზი. გაცხელდა თუ რაღაცა მოუვიდა ამას, ხო, და დაბლოკა. ხო, ტექნიკური ხარვეზი. მოკლედ, გავაგრძელებ საუბარს. ხო. უკვდავების ავტომობილი იყო, ანუ ჩვეულებრივად რო გდომებოდა მანქანას ვერ შეიძენდი. ვერანაირად. უნდა ყოფილიყავი მთავრობის პირი, მინიმუმ რაიკომის მდივანი. მაგრამ აი სულ მინიმუმ. მე რაც ვიცი, მე თუ არა ცეკას მდივანი. მოდი მე ვიყვი, მე რაც ვიცი ამ ავტომობილს. ხო. ჩვენთან ეს მანქანა დადიოდა, როგორც ვიცი. კი, გაცვლა არაერთი. პატრიარქს ემსახურებოდა ზუსტად ესეთი მანქანა. კი. თუ არ გაქვთ ნანახი ეს მანქანა, შეგიძლიათ ავტომუზეუმის ვიდეოში ზუსტად ის მანქანა ნახოთ. კი ბატონო, პატრიარქსაც ემსახურებოდა, შეორგნაძესაც ემსახურებოდა, ცეკას მდივანი რო იყო მაშინ. ის GAZ-14 იყო. არა, ესეც ემსახურებოდა ადრე. შეიძლება ხო. მაგრამ მე ვიცი რომ GAZ-14 ყავდა. ხო, იმიტომ რომ кайხანი ცეკას მდივანი იყო, მანამდე ბჟავანაძეს ყავდა ეს მანქანა. ხო, ეს თეთრი. ისიც არის ავტომუზეუმში. მაგრამ შავი უხდება. ხო და მე რაც ვიცი 8 ცილინდრიანი ძრავი აქვს. კი. მანქანას. კი ბატონო. პაკარ პატრიშენი არის დაკოპირებ და მაგას ვიტყვი როგორ არის დაკოპირებული და რა თქვის. მე ანუ ის მანქანა არის კაბრიოლეტი. რაც მე ნანახი მაგ იგივეა ზუსტად უბრალოდ კაბრიოლეტი და საბჭოთა კავშირმა თქვა ორი პაკარ პატრიშენი იყიდეს. კი. ამას რო აკეთებდნენ და თქვა რომ ორი პაკარ პატრიშენიო იმიტომ ვიყიდეთო რომ მარტო გადაცემათა კოლოფი გავაკეთეთო ვაფშე არაფერი არ აქვს იმ მანქანისო რა. არა და ზუსტად იგივეა პოსტა გადახურული კრიშით. კი, გადახურული სახურავით არის. კი ბატონო, გეთანხმები. ეგ ყველაფერი დაიწყო ამ მოდელის სერიულად გამოშვება დაიწყო 1959 წელს და გაგრძელდა 1991 წლამდე. აუ, кайხანი. кайხანი გამოდიოდა. კი ბატონო, გასცამეთ. მანქანა როგორც ესეთი 8 ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ცხენები არ მით უმეტეს რომ 2 ტონა ნახევარზე მეტი იყო წონაში. თან ესა საბჭოთა კავშირის ეს კლასი რა და ყლობით ეგეთი ამბავი. ხო, გადაცემათა კოლოფი ქონდა ავტომატიკა და იყო ღილაკებზე. იყო
4 ღილაკი ქონდა, აგერ იმაზე, რა ქვია. რულის გვერდზე რა. კი. საჭის გვერდზე, ქართულად მაგარი. კი. თავა ისა. ხო. ქონდა ესე იგი ნეიტრალი. დრაივი, უკანსვლა, ერი და რა. და მაინც მეოთხე. პარკინგი ქონდა. პარკინგი არ აქვს. ის ხო არა ქონდა. პარკინგი ქონდა, ხელის რას ეძახიან? ტორმუზი ქონდა. რას ეძახიან, მაგრამ ხელს გამოკაჭავდი რიჩაკს. ლიმუზინის ისაო თუ რაღაცას ეძახიან. ხო. მეოთხე აღარ მახსოვს. ეს კომენტარებში დაგვიწერეთ. ვინც უფრო კომპეტენტური ხარ. ხო, რაც შეეხება სიდენიებს, დივნები ეყენა, დივანი და არა სიდენიები. მართლა დივანი ეყენა. ხო, მართლა დივანი, იმიტომ რომ გადაბმული იყო, მთლიანი იყო რა, წინაც და უკანაც. ამ ვიდეოს ჩაწერის წინ ვნახე რა, რაც მასალა იყო ინტერნეტში, სურათები და ვიდეოები მაინტერესებდა როგორი იყო რა ზოგადად და ვნახე და სულ სხვა რაღაცა. ხო, თან სიგრძეში საკმაოდ დიდი მანქანა არის. თითქმის 6 მეტრა არის. 6 მეტრა. ხო. ბევრიც აღარ და უყურია. მთავარი რითი გამოირჩევა, ანუ რატო არ არის ჩვეულებრივი ხალხის მანქანა და რატო არის თავრობის პირების და ზემო. ბევრი ქრონიკა, ანუ მაგითი გამოარჩევდა რა. ხო, ნუ თვითონ ის მანქანაც ხო ის პატრისიანიც სულ ქრომირებული იყო. და იგი თითქმის იგივე დეტალიზაციით არის გადმოტანილი. იგივეა, ანუ ჯერ მარტო აი წინა და უკანა ცხაურებს შეხედე რამხელა ისინია. იგივეა გინდაც უკანა მხარე ა. გვერდებზეც აღარ ავლაპარაკ. ხო, ნუ 8 მაგრამ რაც მართალია მართლა მაგარი ლამაზი მანქანა. აი მე ვარ 27 წლის. ეხლა რო გაიჩიტოს ეს მანქანა. ნამდვილი. ვიყოლიებთ. არა როგორც ისა რა. მიგასწავლე აგერ მოსკოვის გამზირის დასაწყისში დგას რესტორნის წინ. ხო, ანუ ნახე როგორი თემა. არა როგორც უსული მანქანა, როგორც კლასიკა. ანუ კლასიკა მართლა არის. იმიტომ რომ ეს მანქანა ვოლგასაც ჯობია, ჟიგულსაც ჯობია და ყველა რუსულ მანქანას ჯობია. კი, ახლა საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტომობილი არის, მოპარული არის თუ რაც არის. ლამაზია რა. მართლა მაგარი ლამაზი არის რა. დაჟე მგონი გაგარინს აჩუქეს. თუ რაღაცა გაგარინს აჩუქეს კი ბატონო. იური გაგარი. ხო, კოსმოსში რო გაფრინდა, მერე რო ჩამოვიდა, აჩუქეს ეს ავტომობილი. და ერთი რაღაცა ერთადერთ ბოდიში გაწყვეტინებ, ერთადერთ ადამიანს ყავდა ეს მანქანა, ისიც GDR-ში, ანუ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კომუნისტების დროს, რომელმაც სრულიად შემთხვევით იყიდა ეს ავტომობილი. ვინ იყო ეგა, ვის და დამავიდა. სახელი და გვარი მეც აღარ მახსოვს. მაგრამ ისტორიული ფაქტი არის, ერთადერთ ადამიანს ყავდა ეს მანქანა, რომელმაც ოფიციალურად და მე როგორც ვიცი კიდე და იყო ნაცრისფერი. და მე როგორც ვიცი კიდე იცი ვის ყავდა. ჩრდილოეთ კორეის ის მთავარი კერპივი ყავთ, ხო იცი? იმას აჩუქეს და მგონი უკან დააბრუნდა თუ რაღაც მერი. რაღაც ეგეთი მამამის თუ პაპამის. აჩუქეს და ცოტა ხანი ყავდა, მე უკან დააბრუნდა. რატო არ მოეწონა? არ ვიცი, ახლა მერსედესზე გადავიდა. არა, მერსედესზე გადავიდა, მართლა მერსედესზე გადავიდა. ხო, ნუ რა ვიცი, ახლა კიმერსენიო თუ კიმჩენინიო თუ რა. კიმირსენს ხო. ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ ასეთი ავტომობილი გვაქვს თავისი მოკლე ისტორიით. ხო, ანუ მე მეგონა უფრო მეტი ისტორია იქნებოდა, მაგრამ ორივე მოვყევით ფაქტი. ხო რა. უმეტესობა შენი ლაპარაკი. ხო, რაც მე უნდა მეთქვა შენა. რაღაცები ნახე რა მანქანა. ხო. ნუ ერთადერთი იმას დავამატებ, რომ მანქანა იყო ძალიან ზანტი, იმიტომ რომ ძიმე იყო. 170 ცხენის ქონდა. 8 წლიანი მოტორი იყო. 23 უნდებოდა რომ აეკრიფა სიჩქარე. ხო, მაგრამ ნუ მაშინ მაგარი. მაგრამ აი რო იტყვიან რომ სახმელეთო ის იყო, რა ქვია, იახტა. იახტა, ხო. მართლა ლიმუზინი. კიდევ რაღაცას ვიტყვი რა, ეს მანქანა არის ფილმებში. ვისაც ნანახი არ გაქვს. ჯერ წიგნი უნდა წაიკითხოთ, ლაზიერის გამბით. ჭადრაგზე როა.
და მე უნდა ნახოთ სერიალი. იქ არის ერთი ლეგენდარული მოჭადრაკე იყო ისა რა ქვია გერი ფიშერი. ხო. რომელიც ქალებს არ აღიარებდა. ერთი ფაქტი არსებობს და იქ ლაზიერის გამბიჩი მთავარი როლის შემსრულებელი ისა მთავარი პერსონაჟი არის უბრალოდ ბეთ ჰარმონი. ქალია რა, სპეციალურად ქალებს უარ აღიარებდა მაგიო. და ეგ ტიპი არის რა. პროტოტიპი არის ეგ და ფინალზე ამ მანქანით მიიყვანენ ზუსტად, როცა ბორგოვთან რატომ მოსკოვში ტარდებოდა? მოსკოვში იყო. გასაგებია. მოკლედ აი ესეთი საინტერესო ისტორია საუბრებით. მაგრამ ყველა ცუდი ის არის, რომ ბოლომდე მაინც არავინ არ გვიყურებს. რა აზრია? რავი, იმედია ამ მანქანას ნახავენ მაინც. ხო, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარით გავაძლიერეთ და დაგვიწერეთ რა მანქანები შეიძლება გადავიღოთ. და მე მგონი რომ დროული იყო ეგ კრიტიკა რაც ჩვენ თქვით. არა, მანქანაზე მაგრა გავყურე. ნუ გასაბრაზებელი იყო და იმიტომ. კარგით, ხო, და არ დაგავიწყდეთ 10000 გამომწერზე კიდე უკვე არაერთხელ ვთქვი რომ რაღაცა მანქანა ის რაღაცა დიდი. ხო. რომელიც აღარ ჩამოყალიბდა საქართველოში ერთადერთი. კარგით, აბა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. Yeah.